დემოგრაფიული აღორძინების ფონდის თავმჯდომარემ თამარ ჩიბურდანიძემ ქვეყანაში შობადობასა და გარდაცვალების ტენდენციებზე ისაუბრა. როგორც ჩიბურდანიძემ განმარტა, საქართველოში შობადობისა და ქორწინების რიცხვმა იმატა, აბორტებმა იკლო, თუმცა ამასთან მატებაა შუახნის ადამიანთა გარდაცვალების კუთხით. საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობა მძიმეა, მიუხედავად იმისა, რომ სტატისტიკის დეპარტამენტმა გამოაქვეყნა ძალიან კარგი ინფორმაცია, ჩვენთვის სასიხარულო ინფორმაცია, საქართველოს მოსახლეობის დემოგრაფიული მაჩვენებლები 2014 წლის 1 იანვრის მდგომარეობით. ამ მონაცემების მიხედვით საქართველოში 5%-ით არის შობადობის ზრდა. ეს არის 2743 ახალშობილი. ასევე ზრდა არის ძალიან კარგი ტენდენცია არის ქორწინებათა რიცხვი არის გაზრდილი. შემცირებული არის საგრძნობლად 1 წლამდე ასაკში გარდაცვალებათა რაოდენობა, რაც საგანგაშო იყო ბოლო 9 წლის მანძილზე და პირველად დაფიქსირდა ბოლო 9 წლის მანძილზე 1 წლამდე ასაკის ბავშვებში ასეთი კლება. თითქმის განახევრებული არის სიკვდილიანობა ამ ასაკის ბავშვებში. ასევე არის შემცირებული აბორტების რაოდენობა, საგრძნობლად არის შემცირებული აბორტების რაოდენობაც, თუმცა მცირედით გაზრდილი არის საერთოდ სიკვდილიანობის მაჩვენებელი.